2010 წლის 13 დეკემბერს მუშაობა დავიწყე სოფელ მელანის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. სადაც მუშაობდი 2011 წლის 27 დეკემბრამდე. ამ დღით სკოლის დირექტორმა ლალი როსტიაშვილმა მოულოდნელად სამსახურიდან გამათავისუფლა მოტივით, რომ ზემოდან ჰქონდა ასეთი დავალება. და ოფიციალურად ბრძანებაში რა ჩაგიწერათ გათავისუფლების ბრძანებაში? ოფიციალური საფუძველია პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევა. და რაში გამოიხატა ეს? ჩემთვისაც ძალიან გაუგებარი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შემდეგ მე-12 კლასელ მედალოსან ბავშვებს არ დავუწერე ნიშანი 10 და დავუწერე ნიშანი 9. ეს ბავშვები სკოლაში ითვლებიან პრივილეგირებული მშობლების შვილებად. მარი მერლიშვილი, მისი დედა არის საქმეთა მმართველი მარინა და ნიკოლოზ მესხიშვილი, მისი დედა არის რუსული ენის მასწავლებელი. ეს ბავშვები ანბანური ცოდნის მქონელნი არიან ჩემს საგანში. ამ საქმეთა მმართველმა ერთ-ერთის დედა მარი მერლიშვილის დედამ დამემუქრა ჯერ კიდევ გასულ წელს, რომ ისინი უბრალო ხალხი არ არიან, ეს მათი გამონათქვამია, რომ ისინი გუბერნიის მაღალი ნომენკლატურის მეგობრები არიან. აი ამ მოტივით და იმ მოტივით, რომ ეს ბავშვი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ეროვნულ გამოცდებზე, მე დავუწერე ბავშვს ნიშანი 9, ანუ ამ 9-ით ზემოქმედება მომახდინე. როგორმე მოტივაცია გამეზარდა ბავშვისთვის, რომ უკეთესად ემეცადინა. გამიზნულიც არ მქონია ამ ბავშვის მე ნიშნის გაფუჭება. შემდეგ ამ სასამართლო უწყებაში აღმოჩნდა ეს მიზეზი. მანამდე ჩემთვის უცნობი იყო თუ ესენი აი ამ საქციეს აპირებდნენ, მაგრამ ზეწოლას მუდმივად განიცდიდი დირექციის მხრიდან, რომ ამ ბავშვისთვის დამეწერა 10. ანუ სასამართლო დავა რომ დაიწყეთ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, მას შემდეგ გაიგეთ რა გახდა ეს პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევა. ნორმების დარღვევა. რას გულისხმობდა? დიახ, და მოგახსენეთ კიდევ ერთ ინციდენტს, რომელიც სასამართლოში გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ, რომ მე 2 თვის წინ კლასიდან დათხოვილი ცელქი ბავშვი, რომელიც იმ დღით მაშინვე იმ მომენტშივე დირექცია საქმის კურსში იყო, თურმე გავარტყი ამ ბავშვს. ცემე 2 თვის წინ. დირექტორმა იმ წუთში გაიგო, რომ ეს ბავშვი გარეთ გავიყვანე, ისევ შემოვიდა 5 წუთის ვერ გაგუწევ და ეს მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და აი ეს ბრალდებაც შეითითხნა. რესურს ცენტრში მინდომე გარკვევა მივმართე ქალბატონ ლალი გაბიტაშვილს, რომელმაც ხელები გაასავსავა, სრულად სიტყვის მნიშვნელობით, მე არაფერ შეშერა. მივმართე იმ მოტივით, რომ მე მაინტერესებდა, იმიტომ დირექტორმა მითხრა, რომ ზემოდან არის დავალებაო და მისი ზემდგომი რესურს ცენტრი იყო. ეს ქალბატონმა ლალი გაბიტაშვილმა მითხრა, რომ 2 თვის წინო შენზე გაჟღერდა, რომ ხარ ოპოზიციონერიო. ანუ ჩემთვის ყველაფერი ცნობილი გახდა, რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან. და ეს ოპოზიციონერობა რაში გამოიხატება ჩემი შვილგარდაცვლილი დედის. მე ვერ ავხვდები, იმიტომ არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და მე არანაირი გამოსვლებით არ გამოვირჩევი, ჩემი გამოსვლის ადგილი ჩემი შვილის საფლავია. ალბათ გამოვთქვავდი ხოლმე აზრს ამა თუ იმ საკითხზე, ალბათ. საგადს გაზეთებს ხო ვკითხულობ? სად სამასწავლებლოში გენაცოლი ალბათ და ეს გახდა მიზეზი, რომ მე ვარ ალბათ ოპოზიციონერი. მე სერტიფიცირებულობა ვერ მომასწარი, კი დავრეგისტრედი, მაგრამ პირადი ტრაგედიების გამო, რამდენიმე ტრაგედიის გამო ვერ შევწერი გამოცდაზე გასვლა და რაღაც დავცალდა წესგასვლა. ისა შვილი გარდაგეცვალათ, ხო? დიახ, გარდამეცვალა შვილი და წელიწად ნახევრით უკან კიდე მშობლები ავტოკატასტროფაში დამეხოცა. გათავისუფლების შემდეგ გიცდიათ ვინმესთან რამის გარკვევა თუ არა? რა თქმა უნდა, მე გენინსპექციას მივმართე 30 დეკემბერსვე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მინისტრს მივმართე უკაცრავად, დღემდე პასუხი არ ჩანს. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს რატომ მიმართეთ?
ჩემი უფლებების დაცვა მინდოდა პროტესტის ნიშნად მიმართე. სამსახურში აღდგენას რა იხოდე. თქმა უნდა, სამსახურში აღდგენას. და რა ქნა სასამართლომ? სასამართლომ გამოიტანა არადამაკმაყოფილებელი განაჩენი, არადამაკმაყოფილი და სარჩელი. ეს მოხდა 28 თებერვალს და დღემდე ვერ მივაღწიე იმას, რომ მე დასაბუთებული გადაწყვეტილება ავიღო, რომ მე ჩემი უფლებების დაცვა გავაგრძელო ზემდგომ ინსტანციაში. ეს შეუძლებელი და მიუღწეველია ჩემთვის ამ გადაწყვეტილების აღება და რატო ვერ გეტყვი?